რუბრიკის სტუმრები არიან ნანა მესხი და თეატრალური კვარტეტი. აჰა, შვებულებაში ხართ? ხო და გადასარევი პროფილია გიგეწონა? მოგეწონა რუბრიკის სახელი? რუბრიკი ორიგინალურია. ძალიან კარგი, გიყურებთ ყოველ ხუთშაბათ. ხელი ოჯახით. ხელი ოჯახით. გიყურებთ განსაკუთრებით ოთო შენი ცეკვა მომეწონა განსაკუთრებით. ეხლა დავდიოდი. შორენა ბეგაშვილს რო ეცეკვე. შენ აი ისე იქნებდი ამ ხელებს, ისეთი საოცარი მოძრაობა. შენ ახალი მიმდინარეობა შექმნა თვითონ ოთომ. რა ქვია ამას? ოთოს მიმდინარეობა ქვია? ოთო. კომენტარებით საკითხული გექნება თან. კი, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვერ ვიტყვი და ოთოური. თან არის ეხა ეს თუ ისე ოთო თუ ისე ცურავს, როგორც ცეკვავს, ამასთან ერთად ცურვას არ გისურვებ. ვისაც გაქვთ ნანახი ეს ვიდეო ოთოს ცეკვის. კარგი, მოდი ჯერ ვისაუბროთ იმაზე, რომ დღეს რუბრიკა, პრაქტიკულად ამ რუბრიკას შეიძლება დავარქვათ ნანუკა ჟორჟოლიანის გულის გასახეთქად. მე ძალიან მიყვარს ეს რუბრიკა, იმიტომ რომ დღეს იქნება პრემიერა. სიმღერის პრემიერა. მოდი ჯერ ამ სიმღერაზე ვისაუბროთ. მე კიდე რაღაცაზე ვისაუბროთ, მე ეს სიმღერა ვიმღეროთ, როგორც ოთო მიცეკვოს ძალიან პარალელურად. პარალელურ რეჟიმში და გთხოვთ, ამ სიმღერის ავტორი ხართ თქვენ, ხალბატონ ნანა, ხო? დიახ, ბატონთან მუსიკის ავტორი მე გახლავართ. დიახ. ლექსის ავტორი არის ჩემი უსაყვარლესი და ჩვენი უსაყვარლესი ნანა ცინცაძე. სიმღერა დაიწერა ტელეფონით. ტელეფონით როგორ? აი ბათუმში ვიყავი, ბათუმიდან დილას გავიკვეთე და დაურეკე. ნანა ცინცაძეს უთხარი რომ მაქვს ასეთი მელოდია, 15 წუთში გადმომირეკა, მიკარნახა. ეს ახალი სტილია ტელეფონი. ლექსი და სიმღერა მზად იყო, ისე რომ გიკარნახა. მიკარნახა. აი დათვარცვაზე უფრო წინ არის წასული ის SMS-ებით წეს. დათოს ვინ დაეწევა. რა ხდება ეს როგორ სევდიანია? იცი როგორია? აი რომ მოусმენ რა მოგინდება ამ სიმღერას რომ რაღაც სიცოცხლე მოგინდება მე მგონი. თბილისის დათვალიერება უღონდ ცოტა ნასვამზე ახლა. კარგი. შენ ისეთი რაღაცა გითხარი, რაც აი არავის გაკეთებული არ გვაქვს. არავის გათხრეშილზე გვაქვს. როგორ დირექტორ გათხრეშილზე. მაინც მოდი სიმღერის ავტორს მოусმინოთ რა მოგინდება მითხარ. აი რა ვიცი, რაღაც ახალი ცხოვრების დაწყება, ესე მგონია, იმიტომ რომ ამ სიმღერას რაღაც მოგწონს ყველას ესე მოხდა და ჯერჯერობით ვერ მოვიბეზრეთ, ახალი ჩაწერილი გვაქვს და გახარებულ წასულას მეძახერ, იმიტომ რომ ისეთი ბედნიერი სახეები დღერთ ყველა რომ გახარებული წასულაა და სიმღერას ქვია წასულას. წასულ სიყვარულზეა. წასულ სიყვარულზე. ისე სულ მაინტერესებს, აი როგორ გაიცანით ერთმანეთის, სად შეხვდით ერთმანეთს, ნანა მესხი და თეატრალური კვარტეტი. ახლა ახაც ლოგიკურად უნდა ჩაირთოს პროფილის მუსიკა, მაგრამ ყელში გექნება შვებულებაში. მოდი ასეთი მშრალ ფონზე ვისაუბროთ, როგორ მოხდა თქვენი ესეთი შემოქმედებითი დაკავშირება. ეს იყო ნახალოვკა. კერძოდ ქუჩა არ ვიცი, არჩვაძის მოიცად მეთქი არჩვაძის ქუჩა და უკვე ქუჩა მიუძღვნეს. შორს წავედი, ხო კარგად არის დათო კაცო? კი, კარგად არის. ხო. არჩვაძის სახლში ნაძალადებში. ნაძალადებში. ნასვამები ვიყავით. არა ნაძალადებად, ისე. შემდეგში მე მინდა რომ კობაც ვალაპარაკოთ რა, იმიტომ რომ ძალიან შორს არის და კობა, შენც იქ იქნებოდი და როგორ მოხდა ეს ყველაფერი? ნუ შევიგრიბეთ ერთად, ნანა მოიტანა თავისი ახალი სიმღერა, აღმა-დაღმა მოგიხსენებათ. დიახ. თქვენთან იყო ეთერში ეს სიმღერა მე მგონი? კი. და ესე გავიცანით ერთმანეთი. ეს შემდეგ უინტერესო მთხრობელები. სუპრემიერებში ხარ ესე. აბა რა მოგიყვე? სუპრემიერებში. სულ ბოლო დროს ვაკეთებ აი ნანუკა ჟორჟოლიანის გულის გახეთქვა რუბრიკები მაქვს სულ. სხვათა შორის სიმღერა არის სულ რაღაც 2 საათის გაკეთებული, ანუ ბოლო ძალიან ცხელი ესე. შემდეგ აღმა-დაღმას მოყვა ფარვანა და შემდეგ მოყვა ისრაელში გასტროლები. სამი კვირის ლოთაობა ერთმანეთის ვერ ვისაუბრებ. დიახ, რა ზანით? სამი კვირის ლოთა, ანუ აღმა-დაღმის ისტორია იყო ძალიან ფანტასტიკური. კლიპის გადაღების პროცესი სამი კვირა არ გვახსოვს ფაქტობრივად. ვიქაც ნასვამი ვიყავით. ისეთ სიმღერა, საკეიფო განწყობა რაღაცა რომ გადაღების პროცესში. თეატრალური კვარტეტი. მე არ მინდა ახლა თქვენ ზე ვიფიქრო ხალბატონ იგივე, მაგრამ რა ვიცი. მე ვერ მეგობრობს ასე. ხარი ხართან რომ დააბაო. არ გამომდის, უნიჭო. ხო და რა ხდება? უნიჭო ვარ სასმელში რა მაგარი გამონათქმა. ახალი მე ვერ ვსვარ, უნიჭო ვარ.
ბრავო, კარგი. მე დალევაშვილი უნიკოა. რასაც ნანა ვერ სვავს, ჩვენ ვსვავთ. ისრაელშიო, აბა ოთო, შენ მომიყევი ისრაელში რა ხდება? ისრაელში უჭირთ ძირითადად. წყალი უჭერთ. ჩავიტანეთ. ჰუმანიტარული დახმარება. ეს იურის წყარო გამოგვადგება. სირიის პრობლემის გამო მიდიხართ თუ კონცერტები გაქვთ? ეს მაინტერესებს. არა, როგორ კონცერტება, როცა სირიის პრობლემაა. ხო. არა, მივდივართ, ანუ ჩვენი კონცერტი იქნება ერთად ერთობლივი და იქაურ ქართველებს, ებრაელ ქართველებს უნდა მიუძღვნათ ეს კონცერტი. ოთომ არ უნდა ინერვიულოს ისე, იმიტომ რომ ეს ისე იქნებს ხელებს, რომ სნაიპერი ამას ვერ მოაწყობს შანსი. აი ეს არის როგორი გამორიცხული, იცი რომ აი მე გავთვალე. კარგი. პრემიერა. საოცარი სიმღერა გამოვიდა მე მგონი და მე დაგირიგებთ ახლა მიკროფონებს. აბა. ყველაფერი თვითონ ვარ, კი. ასე. არ დაგივიწყებთ. არ დაგივიწყებთ. წავედი. ავიდა. აბა თამაშობთ. ალიონა გამახსენა რაც იყო მეც არ ვიცი გზები რატომ დაიგო ღამეს გაყვა სიყვარული მახსენდება ძარსულა სადღაც ასულა ვინ გაიგებს სადვი არის სადარა დავრჩი ძველი მონატრების ამარა აშუღებო სიყვარული დამილოცეთ ფიალი დასულა ჩემი თმიანი მახსოვს სიყვარულის წამები თავში გროდნენ სულ სხვაგვარი ქარები ახლა თავი გამახსენა ძარსულმა სიყვარული წასულა და წასულა დავდივარ და ჩემს სიმღერებს ვარიგებ ვაი იმას, ვინც ვერასდროს გამიგებს დავდიოდი ქუჩა, დავეძებდი მალულა წასულა, სადღაც ასულა ვინ გაიგებს სადვი არის სადარა დავრჩი ძველი მონატრების სამარა აშუღებო სიყვარული დამილოცეთ ფიალი წასულა ჩემი ფიალი მახსოვს ჩვენი სიყვარულის წამები თავში ქრობდნენ სულ სხვაგვარი ქარები ახლა თავი გამახსენა ძარსულმა სიყვარული წასულა და წასულა მახსოვს ჩვენი სიყვარულის წამები თავში ქრობდნენ სულ სხვაგვარი ქარები